ჩვენ დავასრულეთ მე-12 თავი მათის სახარებისა და მივედით მე-13 თავთან, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა მე-13 თავი. ახლა რას ვეთქვი? მე-12 თავი დასრულდა შეგახსენებთ ძალიან საინტერესო შეგონებით უფლისა. მოი მეუბნეოდა რომ ბა რა უფალმა გვითხრა თავის მოწაფეებს როდესაც გადაგებდა და რაღაც ასაულებს აღასრულებდა ამ დროს მივიდნენ მასთან მისი დედა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი ხორცელი დაძმები და უთხრეს რომ შენი ხორცელი დაძმები და დედა არის მოსულები და უფალმა უპასუხა რომ ხორცელია ჩემი ნათესავიო ანუ დედა იქნება და თუ ძმაო ხორცელიო არის ისო ვინც აღასრულებს ნებას მამისა ჩემისასო ანუ ჩვენ ამაზე ვთქვით რომ უფალმა ხაზი გაუსვა და უპირატესობა მიანიჭა სულიერ ნათესაობას ხორცელ ნათესაობასთან მიმართებაში. სულიერი ნათესაობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. სულიერად ენათესავებოდა ღმერთს ისევე როგორც აი გახსოვთ ხო თქვენ. ადრე ქრისტეს მოსვლამდე უფლის რჩეულ ერად ითვლებოდა ისრაელის ერი. და მას უფალმა ნიშანიც მისცა წინა დაცვეთისა ხო? გახსოვთ ჩვენ ა ブラ ამს მისცა დაუდგინა ესეთი წესი რომ ყოველი მამაკაცი რომელიც იშვებოდა უნდა ყოფილიყო წინა დაცვეთილი ნიშნად უფლის რჩეულობისა და ებრაელები ამით ძალიან ამაყობდნენ მაგრამ გადის დრო მოდის მაცხოვარი ჩვენი ხორცში მოსული ძეხვთისა რომელიც ეუბნება ამ გადიდგულებულ და გაამპარტანებულ ებრაელებს რომ თქვენ ნუ ამაყობთ იმითიო რომ ა ブラ ამის ხორცელში დავამავლები ხართ, იმიტომ რომ მე გეტყვით თქვენო, რომ ღმერთს შეუძლია რომ აი ამ ქვებისგანაც კი აღუდგინოსო ხორცელში დავამავლიო ა ブラ ამსო. ხედავ? ანუ იქაც უფალი ამბობს რა, რომ არავითარი განსხვავება არ არსებობსო და არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო თქვენს ხორცილ სისხლის მიერ წარმომავლობასო, თუ თქვენ სულიერად არ იქნებით ღვთისმიმბაძველები, იმიტომ რომ სულიერი ნათესაობა განაპირობებს ხორცილს და არაპირიქით. ისე როგორც ა ブラ ამის შემთხვევაში იყო, ხო? ჯერ ა ブラ ამის შეიყვარა უფალმა მისი რწმენისა და მისი ერთგულების გამო, ჭეშმარიტების მიმართ, მისი საოცარი გვახსოვს ხო ჩვენ ა ブラ ამმა რა საოცარი რამ ჩაიდინა, რომ ერთადერთი ძე, რომელიც სიბერეში მიეცა ღვთისაგან და რომელზეც უფალმა აღთქმა დაუდო, რომ აი ამისაგან გავამრავლებო მე შენსერსო მოითხოვა მე ღმერთმა მისი შეწირვა. და ა ブラ ამმა ეს დაუფიქრებლად გააკეთა. მართალია ბოლომდე აღარ შეუწირია და გაუჩერა უფალმა ხელი და მე ტარიგი გამოუჩინა მას ის ხვარი გამოუჩინა რომელიც მე მის მაგივრად შეწირა ისააკის მაგივრად მაგრამ ა ブラ ამი ამისთვის მზად იყო. აბა ა ブラ ამმა ბოლომდე გამოხატა მზადყოფნა და აი ამ საოცარი რწმენისა და სიყვარულის და ერთგულების გამო უფლის მიმართ ერთმა შეიყვარა ა ブラ ამი. და რომ შეიყვარა მე უკვე სწორედ ამიტომ აღუთქვა რომ შენი შთამომავლობა აი შენ რომ ესეთი კარგი ხარ შენ რომ ესე სწორად გესმის რწმენა და სწორი მიმდევარი ხარ ღვთის ამიტომაც შენი ნათესაობა შენი თესლი იკურთხება. ხედავთ სულიერმა განაპირობა ხორცელი ნათესაობის კურთხევა და მადლი მაცე და არაპირიქით და ამ შემთხვევაში უკვე პირიქით ქონდა. ამიტომაც ამოს მე მოგვიანებით პავლე მოციქული რომ არცსა წინა დაცვეთილებაა, არცსა წინა დაუცვეთილებაა. არ ნიშნავს ღმერთის წინაშე არაფერს, არამედ თავარია ხორცელი წინა დაცვეთილება არაფერს არ გარგებსო შენო თუ კი სულიერი წინა დაცვეთილება არ გაგეჩნიო. ანუ სულიერი გამორჩეულობა თუ არა გაქვს ღვთის წინაშე, შენ თუ სულიერად ვერ ხვდები რომ უფლის მიმდევარი უნდა იყოს. შენი ხორცელი ნათესაობა ღვთის არაფერს არ გარგებს. არც დავითის შთამომავლობა, არც ა ブラ ამის შთამომავლობა და არც არავისი აბსოლუტურად.
ამიტომაც უფალმა აი მე-12 თავის ბოლო მუხლებში ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ ამას, რომ მე მოვედი ყოველი ადამიანისათვის, იმიტომ რომ ყველა ერთი ადამიანის შვილები ვართ, ადამი და ევასი, ყველა, იმიტომაც ქვია ყველას ადამიანები. ყველანი ერთი მოდგმიდან გამრავლდით და უფალი გვეუბნება თქვენ ყველანი ჩემი შვილები ხართ. მე ყველასთვის მოვედი. ვინც მიმიღებს, ის გადარჩება. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ჩემთვის ისეთ უახლოეს ხორციელ ნათესაობასაც კი, რომელსაც ქვია ხორციელი დედაშვილობა და ხორციელი დედმამიშვილობა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის წარმოიდგინეთ, რას ამბობს. ეხლა თქვენ როგორ გონიათ, უფალს დედა არ უყვარდა თუ თავის ხორციელი ძმები არ უყვარდა? ნუ, პირობითად ძმები, რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენ, ხო? აღარ გავუსახულნი ხა ყოველთვის ამას ხაზს. რა თქმა უნდა, უყვარდა და თუ კი ვინმე სყვარებია, როდისმე დედა, ვინმე სყვარებია, როდისმე ძმა, ამისი მაგალითი იყო სწორედ უფალი, ხო? მაგრამ რატო ამბობს ამას? კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმიტომ რომ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანი და უპირატესია სულიერი ნათესაობა. აი რას ამბობს, ხედავთ, რომ მამის ნებას ვინც აღასრულებს, ის არისო დედა ჭიმას, მე ჩემს დედად მივიჩნევო რა. და ჩემს ძმათო, ჩემს დათო. აბა რა ხდება 13 თავში? მას დღესა შინა გამოვიდა იესო სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღვის კიდესა. სახლიდან გამოვიდა და ზღვის ნაპირას დაჯდა. ეხლა უფალს რა თქმა უნდა თქვენ უკვე მივეჩვიეთ უკვე ჩვენ იმას, რომ უფალი სადაც ჩნდება, მას დაყოლვა დიდი ოდენობით ხალხი. ხო? იმიტომ რომ უკვე სახელი გაუვარდა მას, პირველი დღე და მეორე დღე არ არის რაც გადაგებს, რაც მოღვაწეობს. უკვე მან მრავალი სასწაული და მრავალი კურნება აღასრულა და სადაც კი გამოჩნდება, მაშინვე მის გარშემო ხალხი გროვდება. შეკრება მისცა ერი მრავალი, აი რაც გითხარით, ანუ დიდი რაოდენობით ხალხი მოგროვდა მასთან. ვიდრე შესვლამდე მისა ნავად და დაჯდომად და ყოველი იგი ერი ზღვის კიდესად ანუ იმდენად ბევრი ხალხი მოგროვდაო, ხა უფალი ზღვის ნაპირას იჯდა და უკვე უფალი ვეღარ ეტეოდა იქ რა და ნავში ჩაჯდაო და ნავში შევიდაო, ცოტათი შეცვლდა წყალში და იქიდან ესაუბრებოდა ამ ხალხს. იმიტომ რომ იმდენად შეავიწროვეს, იმდენად ბევრი მოგროვდნენ რა, რომ უკვე ვეღარ გაჩერდა თვითონ ნაპირს. წარმოიდგინეთ ხოლმე რა ეს ყველაფერი ძალიან ხოთ რა, რომ აი რაღაცა თქვენიც გახდეთ თანამონაწილეები სიტუაციებში. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და რქვა. ეუბნება ძალიან საინტერესო იგავ, ძალიან მნიშვნელოვანი იგავი რომ დღეს ჩვენ განსამართავით, ჩემთვის პირადად ძალიან საყვარელი და უაღრესად აქტუალური. ესე რა გამოვიდა მთესვარი თესვად, ეს იგავით რომ ჯერ მოგისმენიეთ, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ ისე ჩაუღრმავდეთ როგორც საჭიროა რა. და თესვას ამას მისცა რომელიმე დავარდა გზასაზე და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. ანუ გამოდის ადამიანი, რომელიც თესავს თესლს, აბნევს, ხო? და სხვადასხვა ადგილზე ვარდება ეს თესლი. ანუ პირველი თესლიო, ანუ პირველი ვარიანტი, რომელსაც განიხილავს უფალი არის რომ დავარდაო გზაზეო და ფრინველებმა აკენკესო. მომენტალურად. ანუ მისი დავარდა და აკენკვა ერთი იყო. და სხვაი დავარდა კლდოვანსაზე და სადა არა იყო მიწაი ფრია და მეხსეულად აღმოსცენდა და რამე თუ არა იყო სიღრმე მიწისაი მზერაი აღმოხდა დასხა და რამე თუ ძირნი არა დაებნეს განხმა. ანუ მეორე ვარიანტიო კლდეზე დავარდაო კლდოვანზეო და მიწაო ძალიან ცოტა იყო, ანუ თხელი ნიადაგი იყო ძალიან და იმ თხელ ნიადაგში უცებ კი აღმოცენდაო, რაც შეძლო უცბად აღმოცენდა, მაგრამ იმის გამო რომ ძილი არ ქონდაო და სიღრმე არ ქონდა იმ ნიადაგში რომ კარგად გაედგა ფესვებიო და დაებაო, ხო? ზე ამოვიდა თუ არაო, დააჭირაო და გახმა. და სხვა იგი დავარდა ეკალთა შორის და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. რომელიღაცა კი დავარდა შედარებით ნოყიერ ნიადაგზე, სადაც შეეძლო ძირი გაედგა, მაგრამ ეკლოვანი იყო ის ნიადაგი და რო აღმოცენდაო, ნეკლებმაო მოახდესო რა. აღარ მისცეს განვითარების საშუალება.
და რომელიმე დაავარდა ქვეყანასა კეთილსა და მოსევდა ნაყოფსა, რომელიმე 100-სა, რომელიმე 60-სა, რომელიმე 30-სა. რომელს ასხენ ყურნის მენა ისმინებ, ეს ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ხო ამ გამოთქმას უფლისაც, რომ უფალი ხშირად განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგავებით ესაუბრება ხალხს, ასრულებს ხოლმე ყოველთვის აი ამ ფრაზით, რომელს ასხენ ყურნის მენა ისმინებ. ანუ ვისაც შეუძლია გაგება, გაიგეთო რა. ვინც გამგები ხარ, გამგებმა გაიგეთო, ჩვენ რო ვიცით ხოლმე რა დღეს რა. ანუ აი მას ნიშნავს ძველ ქართულად, რომელს ასხენ ყურნის მენა ისმინებ. ანუ ყური ყველას აქვს ფიზიკურად, მაგრამ აი უფლის სიბრძნის მოსასმენად გულის ყური გვაქვს თუ არა გახსნილი, აი ამას აქვს მნიშვნელობა, ხო? და მოუხდეს მოწაფენი და რქვეს მას, რაისათვის იგავით ეტყვი მან. მოწაფეები ეკითხებიან, უკვირთ მოწაფეებს, რომ უფალი იგავებით საუბრობს და პირდაპირ არ საუბრობს, გახსნილად. ხოლო იესო რქვა მას, თქვენ და მოცემულ არს ცნობად საიდუმლო სასუფეველისაც 1000-ა, ხოლო მათ და არა მიცემულ არს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუხლია და მოდი ცოტა გავჩერდეთ. აი რას პასუხობს უფალი, ნახეთ. თქვენთვის მოცემულიაო, რომ იცოდეთო საიდუმლო სასუფეველისა ღვთისაო და მათთვის მოცემული არ არის. ახლა მოდი კარგად განმარტოთ ეს რას ნიშნავს. ახლა ეს სუდმა გამგებმა, ხო იცი, კარგ თქმელს კარგი გამგონე უნდა. სუდმა გამგებმა შეიძლება ეს ისე გაიგოს, რომ უფალს ამორჩეული ყავს ვიღაცეები სასუფეველისთვის და ვიღაცეები განწირული ყავს ჯვირხეთისთვის. ეს ასე არ არის, ჩემო ძვირფასებო. ეს ამას მე ბევრჯერ გავუსმევ ხალხს კიდევ ჩვენი განმარტებების განმავლობაში, იმიტომ რომ ბევრჯერ დაგჭირდება ჩვენ ამაზე საუბარი და მინდა რომ კარგად ჩაიბეჭდოთ გონებაში, რომ აი ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება და გონია განსაკუთრებით ასტროლოგიით გატაცებულებს, რომ თქვათ რაღაცა ჩვენი ცხოვრება წინასწარ განსაზღვრულია ღვთისაგან. რაღაცა თავიანთი კარმული კანონები აქვს, რომელიც თქვათ რაღაცა ხსნიან ჩვენს რაღაცებს. ანუ ეს იმდენად დამღუპველი აზროვნება, ვაი თქვენთან დაუკვირდით, რომ გამოდის, რომ ყველაზე ძვირფას ღირებულებას, რაც გააჩნია ადამიანს ღვთისაგან მოძებული თავისუფლებას, აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებს, იმიტომ რომ თუ კი ღვთისაგან მე განსაზღვრული მაქვს ყველაფერი, მაშინ სადღაა ჩემი თავისუფლება? მაშინ მხოლოდ რაღაცა ბუტაფორული და მხოლოდ მოჩვენებითი ყოფილა ეს თავისუფლება. ესე იგი მე არ შემძლებია გავაკეთო არჩევანი. ეს ერთი. მეორეც, მაშინ ღმერთი გამოდის უკვე გარკვეულ შემთხვევაში ვიღაცეების მიმართ კეთილი და ვიღაცეების მიმართ არ გამოდის კეთილი, ხო? თუ კი მან ესე განსაზღვრო, ვიღაცეებს ქმნის, ესე იგი სასუფეველისთვის და ვიღაცას არ ქმნის სასუფეველისთვის. ანუ ძალიან ბევრი სიმახინჯე მოსდევს ამ აზროვნებას და მე მინდა რომ ამას გაიგეთ. აი, მინდა რომ კარგად გაიგოთ. უყურეთ რა შეესაბამება. ის რომ უფალმა იცის ჩვენი მომავალი, ის რომ უფალმა იცის ჩვენი ხვალინდელი დღე, აი მაგალითად მე თქვენზე რა ვილაპარაკო, ხო? მე არ ვიცი მაგალითად 1 საათის შემდეგ როგორ ვიქნები. არ ვიცი. მე არ ვიცი 1 საათის შემდეგ რას გავაკეთებ. მით უმეტეს არ ვიცი თქვა კიდევ უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ხო თქვა, ან თქვა ხვალინდელი, ზეგინდელი 1 წლის შემდეგ საერთოდ ვიქნები, არ ვიქნები, არავინ არ იცის, ხო? მხოლოდ ღმერთმა იცის ეს. ეხლა უყურე, რას ნიშნავს რომ ღმერთმა იცის? საიდან იცის ღმერთმა? ღმერთმა იცის არა იმიტომ, ჩემო კარგებო, რომ ჩვენ ესე დაგვიწერა, რომ თქვა, აი მე ამას გავაკეთებ, თქვა ირინა იმას გააკეთებს, ის ამას გააკეთებს, ის ამას გააკეთებს, არა. ღმერთმა კი არ განსაზღვრა, აი იოანე ოქროპირს აქვს ამაზე ძალიან კარგი ქადაგება და ძალიან აი ზედმიწევნით ხსნის ამ მომენტს რა, რომ არსებობს არა წინა განსაზღვრულობა ღვთისაგან, არამედ წინასწარ განჭვრეტილობა უფლისაგან. აი ეს უდიდესი განსხვავება ამათ შორის. ესე იგი, განსაზღვრულობა ნიშნავს, რომ ღმერთმა ესე დაგიგეგმა, რომ შენ ამას იზავ, ამას იზავ, ამას იზავ. და აქ თავისუფლება აბსოლუტურად არ არსებობს. და წინასწარ განჭვრეტილობა უკვე სულ სხვა რამეა, ანუ უფალს თვისება აქვს, განჭვრიტოს და დაინახოს ის, რაც შენთვის დაფარულია, იმიტომ რომ შენ დროში ცხოვრობ. შენ არ იცი მომავალი. და ამიტომ ეს განგებარი, მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, რომ რატომ გააკეთა უფალმა ასე, რომ ჩვენ დროში და სივრცეში ვართ შეზღუდულები.
ტრანზიტით გავდივართ აი ამ გზას. ყველა ადამიანი სასუფეველისათვის არის შექმნილი, მაგრამ ტრანზიტით ყველანი გავდივართ აი ამ ხორციელ ცხოვრებას დროში და სივრცეში, სადაც ჩვენ არ ვიცით ჩვენი მომავალი, რატომ? იმისათვის რომ გამოვლინდეს ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალი და გააკეთოს მან თავისი ცხოვრებისეული არჩევანი. რა უნდა მას? რა წყურია? უფალი უნდა თუ არ უნდა? და ამას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ კი მას არ ეცოდინება მისი მომავალი. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში არ მოკვდება მისი შემოქმედებითობა. ხვდებით, ხო? აი ამ სრულყოფილებისაგან სავალ გზაზე ადამიანს სჭირდება დროში ცხოვრება. და აი ეს მონაკვეთი მოცემული გვაქვს ჩვენ, რასაც ქვია ჩვენი ხორციელი სიცოცხლე, რომლის შემდეგაც და რომლის განმავლობაში გამოვლენილი ჩვენი არჩევანის შედეგადაც უკვე ვაგრძელებთ მარადისობაში ყოფობას იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გავაკეთეთ არჩევანი. ცოტა რთული წინადადება ხო არა ვთქვი, მაგრამ მე მგონი გასაგებია, ხო? ანუ, ახლა უყურეთ რა ხდება. ღმერთისთვის დრო არ არსებობს. წარსული აწყო მომავალი ჩვენთვის არის. დრო თვითონ ღმერთის ქმნილებაა, ამაზეც ვისაუბრია, ხო ჩვენ? ღმერთისთვის ყველაფერი, აი ჩვენი გაგები და ჩვენი სიტყვებით რო ვთქვა, ყველაფერი არის ერთი მთლიანი აწმყო. უფრო მეც გეტყვით ხალხო, რა, მე ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ბოლო ხანებში. აწმყო ჩვენ საერთოდ არ აგვაქვს. ჩვენ გვაქვს წარსული და მომავალი. და ცხოვრობთ სულ აი ამ ზღვარზე, მიჯნაზე, ერთხელ პატრიარქმა ისაუბრა, მასთან დაკავშირებით და ძალიან მენიშნა. ანუ, აი ხა მე რაც ვისაუბრო, ხო დავიწყეთ ლექცია და ვსაუბრობ, ხო, აი რაღაც რამდენიმე წუთი გავიდა, ეს უკვე წარსულია. ვეღარ მოაბრუნებ ამას. ეხლა შეიძლება თუ გადაიღი, გადაახვიო, მაგრამ ეხლა ეს იქნება რაღაცა მკვდარი ფირი, ხო? ანუ, ცოცხლად ვეღარ დაატრიალებ უკან იმ სიტუაციაში. ანუ, მომენტალურად ჩვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა გაფიქრებული, გადადგმული ნაბიჯი მომენტალურად ხდება წარსულის კუთვნილება. არ ვიცით მომავალი და გაკეთებული ხდება, ანუ აი წამი გვაქვს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ, რა. აი ეს წამი, წუთი კი არა, წამი. აი ამ წამს რასაც გააკეთებ, ეს წამი წყვეტს შენს მომავალს. და აი აწმყო იქნება უკვე მარადისობაში. სადაც იქნება უკვე ერთი მთლიანი აწმყო, რა. აღარ იქნება აღარ წარსული, აღარ მომავალი. ესე არის უფალი. იმიტომ რომ უფალი მარადისობაში გის, ანუ არსებობს. აქედან გამომდინარე, ღმერთმა წინასწარ იცის და დანახული აქვს თითოეული ჩვენთაგანის მომავალი. დაუკვირდით კარგად, დანახული და არა განსაზღვრული, განჭრეტილი. მე ხვალ რას გავაკეთებ? მე 1 საათის შემდეგ რა შეიძლება აზრი მომივიდეს თავში, რომელიც შეიძლება ჩემთვის საზიანო იყოს და ღმერთი თავისი საოცარი განგებულებით და სიყვარულით ისე მომიწყობს, რომ იმას ამაცდინოს. რამდენადაც ეს შესაძლებელია. ისე რომ ჩემი თავისუფალი ნება არ შეიზღუდოს. ან შეიძლება ვიღაც შემახვედროს უცებ, ან შეიძლება უცებ ცუდად გავხდე და ვერ წავიდე, აი თქვა შეიძლება, აი 1000 რაღაც საშუალება აქვს უფალს იმისათვის, რომ აგარიდოს რაღაცა ხიფათი და საფრთხე. თუმცა ეს არ არის 100%-იანი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმიტომ რომ აქ ყოველთვის რჩება ის 1%, რომელსაც ქვია ადამიანის თავისუფალი ნება და მისი გადაწყვეტილება, რომ თვითონ რას ირჩევს. ანუ, უყურეთ, უფლის სიტყვები, როდესაც ამბობს, რომ თქვენ მოციქულებს მიმართავს, თქვენ და მოცემულარს ცნობად. იცი როგორ ამოზუსტად ნახოთ? საიდუმლოის სასუფეველისაც 1000-ა, ხოლო მათ და არა მიცემულარს. ეს ნიშნავს რას? იცი, აი იქიდან უთხრა, მარადისობიდან. ღმერთი მარადისობიდან საუბრობს ყოველთვის, რომ ღმერთს დანახული აქვს, რომ ეს ადამიანები, ვინც მოციქულებად გამოირჩია, ერთგულნი არიან მისი სულიერად მომწიფებულნი ამ ყველაფრისათვის, რომ გაიგონ მათ სასუფეველი ცათა. აი საიდუმლოება, იგავის გარეშეც და მათთვისო ეს არ არის მიცემული, ანუ რას ნიშნავს არ არის მიცემული? ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა დაინახა, რომ ისინი დღეს ამ ყველაფრის მიღებები არ არიან. და რატომ ესაუბრება უფალი იგავით? მოდი ესეც თქვათ, ხო? როდესაც იგავს ვერ გაიგებ, გაცილებით ნაკლებად დაისჯები, ვიდრე პირდაპირ ნათქვამი რომ არ შეიწყნარო. ხვდები? ანუ იგავი, ნუ შეიძლება შენთვის რაღაცა იგავად და ზღაპრად დარჩეს. და ჩათვალო რომ ნუ რაღაცა ზღაპარი მოისმენე, რაღაცა ავდაუნდა, რომელიც ვერ გაიგე რა.
და ამაზე ღმერთი არ მოგთხოვს, ესეც ღმერთის სიყვარულის გამოვლინება. მაგრამ აი პირდაპირ რო გეტყვის უკვე ცხადად რომ დაინახავ შენ ამ ჭეშმარიტებაზე იმას არ მიიღებ, ამის გამო უკვე პასუხს მოგთხოვს. და ამიტომ ღმერთს უნდა რომ ნაკლებად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ღვთაებრივი ჭეშმარიტების მიღებნი არ არიან და ესაუბრება იგავით, იმიტომ რომ უფალმა კარგად იცის რომ ვინც მიმხვედრია, იმ იგავიდანაც მიხვდება. და გაიგებს იმ სიბრძნეს და მიიღებს და ვინც არა, იმ ადამიანებს უფრთხილდება რომ ზედმეტად არ დაისაჯონ. თავიანთი აი ამ ვერ მიღების და აი ამ მარგალიტის უხეშად მოპყრობის და გათხოვის გამო. ამისთვის იგავით ვეტყვი მათ. ხო, ეცოდით? რამე თუ რომელსა აქუნდეს მიეცეს და მიემატოს. და რომელსა არა აქუნდეს, რომელღა იგი აქვს, მოვეღოს მას. აი ესეც საოცარი რამ არის, თითქოს ერთი შეხედვით უსამართლო მოგეჩვენებათ, ხო, უფალი, რომ ვისაც ექნება მას კიდევ უფრო მეტი მიემატებაო, უფალი ამბობს, და ვისაც არა აქვსო, იმას ისიც წაერთმევაო, რაც მიეცაო. მაგრამ ადვილად მიხვდებით ამ ყველაფერს, თუ კი თქვენ გაიხსენებთ იგავს ტალანტების შესახებ, ხო? ანუ რაზეა ლაპარაკი, ადამიანი, რომელიც მცირედ შეამართლებს ღმერთის ნდობას, მას უკვე მეტიც ეძლევა. ანუ მთავარი რა ყოფილა, ხედავთ, რომ უფლის ნდობა მოვიპოვოთ ჩვენ. და შეიძლება ნდობას მოვიპოვოთ და ნდობას როგორ იპოვეთ? ერთგულებით, უფლის ნების აღსრულებით, მისი მცნებების დაცვით. და შენ თუ დაიცავ იმას, ღმერთი ბევრად მეც გაძლევს და თუ კი არ დაიცავ, რაღაცა ხო ყველა ადამიანს აქვს მიცემული რაღაცა ნიჭები, რაღაცები. აი შენ როცა ამას არ იყენებ ისე როგორც საჭიროა და არ იცავ ღვთისნებას და უდიერად ეპყრობი, ისიც გერთმევა რაც მოგეცა. ისევ და ისევ იმიტომ გეუბნებით, ესეც ღმერთის გასმოყვარებაა და სიყვარულია, რომ ნაკლებად დაისაჯო მე. თუ არ მოგიკითხოს პასუხი მე იმას. რაც მოგეცა და არ გაუფრთხილე. ამისთვის იგავით ვეტყვი მათ, რამე თუ ხედვენ და არა ხედვენ, ესმით და არა ესმით, არცა გულისხმაყვიან. ხედავთ? ამიტომ ველაპარაკებიო, იგავებითო რომ თვალები კი აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ. ყურები კი აქვთ, მაგრამ არ ესმითო. ვერ გულისხმაყოფენო. გულისხმის ყოფა ძველი ქართული ლამაზი სიტყვა და ნიშნავს მიხვედრას, გაგებას, გააზრებას. და აღესრულების მათზე და წინასწარმეტყველება იგი ესაიასი სმენით გესმოდის და არა გულისხმახოთ, ხედვით ხედვით და არა იხილოთ. რამე თუ განზრქა გული ერისაი ამის და ყურითა მძიმედ ისმინეს და თვალნიმათნი დაიწუხნეს, ნუ უკვე იხილონ თვალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმაყონ და მოიქცენ და მე გამყურნე იგივე. ხედავთ? აი თუნდაც ესაიას წინასწარმეტყველება. ესაია მე საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველა, რა იცოდა მას? არც არაფერი არ იცოდა, მაგრამ გაეხსნა მას ღვთისაგან, გესმის? აი წინასწარმეტყველება სწორედ მოვლენაა, რომ ადამიანმა არ იცის მომავალი, მაგრამ უფლის განგებით ხანდახან რომელიმე წინასწარმეტყველის პირით და დღესაც ხდება ეს მცირე მასშტაბები, ხდება ადამიანებისთვის მომავლის გახსნა. და უფალი უშვებს, რომ ადამიანმა გაიგოს თავისი მომავალი რაღაც მომენტში. იმისათვის, რომ დაფიქრდეს და შეცვალოს თავისი ცხოვრება დღეს, რომ არ დაისაჯოს სხვა. ამიტომ უფალი წინასწარ ეუბნება ხანდახან რაღაცებს და აფრთხილებს, რომ აი ამ საფრთხის ქვეშ გახართ თქვენ. ისევე როგორც მე აი არ მახსოვს ეხლა რამოდენიმე დღის წინ ვიქადაგე რაღაცასთან დაკავშირებით და მოვიყვანე მაგალითად იონა წინასწარმეტყველი, რომელმაც უქადაგა ნინევიელებს უფლის დავალებით და უფალმა დაავალა და გააფრთხილა, რომ უქადაგეო ნინევიელებს, რომ ემდენად დამძიმდაო მათი ცოდებიო ჩემ წინაშეო, რომ უნდა აღუხოცო პირისაგან მიწისა და უნდა გავაქრო და გავანადგურო ყველა მაგარი. დავსაჯო. უნდა დავხოცო რა. და იონამ რომ უქადაგა, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იონას ქადაგებამ ხალხზე ნინევიელებზე, რომ ისე შეინანესო, რომ არათუ თვითონ იმახულეს და თვითონ იგლოვეს საკუთარი ცოდვი, არამედ ცხოველებიც კი ამარხულესო რა. და უფალმა მოხედა მათ სინანულს და შეიწყნარა ისინი. ხედავ? შეცვალა მისი გადაწყვეტილება და მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, მე რომ იონას რო ეწყინა და მე
როგორ აჩვენა უფალმა თავის სიყვარული და თავის კაცმოყვარული. ანუ ამ შემთხვევაში ესეა, ესაიას მიერ იყო ეს წინასწარმეტყველები და სწორედ ამიტომაც იხსენებს ახლა უფალი ამ წინასწარმეტყველებას, რომ აი თქვენ ხო გაქვთ წაკითხულიო და ამაზე დაწერაო ესაიამ. აი ესეთ ადამიანებზეო. და დაწერა იცით რატომ, რომ თუნდაც ერთი მათგანი მაინც გულისხმის მყოფელი აღმოჩნდარიყო და თავისი თავი დაენახა აი ამ წინასწარმეტყველებაში. დაენახა რომ მასზე წერდა ესაია. რომ ეხლა მაინც დაფიქრებულიყო, როცა წაიკითხავდა და გაიხსენებდა ამას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ. ხოლო თვალნი თქვენი ნეტარ არიან, რამე თუ ხედვენ და ყურნი თქვენი, რამე თუ ესმით. მიმართავს მოციქულებს. რომ თქვენ ნეტარნი ხართ. იმიტომ რომ თქვენ ყურშიც გესმითო, კარგათო, თავებრივი ჭეშმარიტება და თვალითაც ხედავთ. ეს მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა ხო? დღესაც ესეა, იცით, აი ძალიან ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, მაგრამ ძალიან ბევრი სამწუხარო უმრავლესობა მათგანი დადიან გაუვაზებლად, გაუცნობიერებლად. ვერ ხვდებიან ისთვის დადიან. მოძღვრის ხადაგებაც ესმით, პირადი დარიგებებიც ესმით. თითქოს რაღაცეებს კითხულობენ კიდევაც, წლობით დადიან, თითქოს მართულობენ კიდეც, ლოცულობენ კიდეც, მაგრამ ვერაფერი. ანუ თვალნი აქვს და ვერ ხედვენ, ყურნი აქვს და არ ესმენ. ხედავ, რა მძიმე მდგომარეობა. თქვენ იცით, რომ აი მე ძალიან მძიმე რამე მინდა გითხრათ რა. ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია და ჩემი შეგრძნებაა ესეთი, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე არავის თავზე არ ვახვალ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ესეა რა. თეორიულად რომ დაუშვათ. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება, იმიტომ რომ უფალი ერთხელ მოვიდა ამ ქვეყანაზე დამდაბლებული და იხსნა კაცობრიობა, მაგრამ აი თეორიულად რომ დაუშვათ, რომ დღეს ხელმეორედ რომ მოვიდეს უფალი, ისევ ისეთი სიმდაბლით, როგორც პირველ საუკუნეში მოვიდა. და ისევ რომ იქადაგოს ჭეშმარიტება და აღასრულოს საზღვრები. თქვენ იცით რომ დღეს ჩვენ დიდი უმრავლესობა ამჯერად უკვე ქრისტიანებისა იგივეს დავმართებთ მას და ისევ ჯვარზე გავაკრავთ. აი მე ამაზე რო ვფიქრობ, ხოლმე მართლა ცოტა არ იყოს და მე შეიძლება. დამიჯერეთ რომ ეს ასეა რა, დამერწმუნეთ, იმიტომ რომ მე მღვდელი გახლა ვარ და ვისმენ აღსარებებს რა. და ვიცი ადამიანების სულში რა ხდება. როგორ აზროვნებენ, როგორ უყვართ მათ ცოდვა და თქვენ რა გონიათ, ებრაელმა რატო გააკრათ ქრისტე ჯვარზე? სწორედ იმის გამო, რომ ცოდვა უყვარდათ, ცოდვა ჭეშმარიტება კი არ უყვარდათ. ცოდვა უყვარდათ და ეტრფოვდნენ და ჯვარი ჰქონდათ ცოდვაზე დაწერილი. სამუდამო. ამიტომაც გააკრათ ჯვარზე. და დღეს იგივე არ ხდება? და ბევრად მძიმე მდგომარეობაში არა ვარ ჩვენ, ვისაც ნათლობის ბეჭედი გვაქვს, ბეჭედი სულისაწმინისა ქრისტიანებად ვიწოდებით. ქრისტესთან ერთად კვდებით. ნათლობის დროს და ვიბადებით ახალ ადამიანებად. და მე ცოდვას ვერ ველევით და გვიყვარს და ჩვენი სიარული ეკლესიაში მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს. არ ხდება იგივე? ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ მრავალთა წინასწარმეტყველთა და მართალთა გული უთქმიდა ხილვად, რომელსაც თქვენ ხედავთ და არა იხილეს და სმენად, რომელი გესმის და არა ესმა. ხედავთ როგორ გახსნილად ეუბნება უფალი მოციქულებს? გეტყვითო თქვენო, თავის თავზე ესაუბრება, რომ მრავალ წინასწარმეტყველს და მართალსო გული უთქმიდაო, ანუ სურდაო, მთელი არსებითო, რომ ეხილვა ისო, რასაც თქვენ ხედავთო. რას ხედავდნენ ისინი? განხორციელებულ ძეღთვისას. მაგრამ ვერ იხილესო და ამიტომ თქვენ ნეტარნი ხართო. რომ თქვენ იმ დროს გიწევთ ცხოვრება, როდესაც ამას ხედავთ. ხოლო თქვენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაი და იწყებს უფალი თავად განმარტებას იმ იგავისას. მოისმინოთ თვითონ უფლისეული განმარტება და მეც ვეცდები რომ დაურთო კიდე რაღაცეები, რომ ჩვენთვის უფრო გასაგები იყოს.
ყოველსა რომელსა ესმეს სიტყვა ის სასუფეველისაი და არა გულისხმახოს მოვიდეს უკეთური იგი და მისტაცის დათესილი იგი გულისაგან მისისა ესე არის რომელი იგი გზასა ზედა დაეთესა ანუ პირველი ვარიანტი როდესაც თესლი თესვარის მიერ და თესვარი ვინ არის ალბათ ადულად ვიხდები თუფალი ხო თავად რომელიც თესავს ანუ სიკეთეს ამ კეთილ სიტყვას თითოეული ჩვენთაგანის გულში თითოეული ჩვენთაგანის სულში და ჩვენზე ჩვენს მიმღებლობაზეა დამოკიდებული ყველაფერი დანარჩენი პირველი შემთხვევაა როდესაც გზაზე ვარდება ანუ ეს არის ყველაზე აი როგორ გითხრათ ყველაზე ცუდი ვარიანტი როდესაც ადამიანიო ისმენსო უყურე სასუფეველი სიტყვასო და არა გულისხმახოსო იგიო ანუ გულამდეც კი არ ჩაუშვებს ადამიანი ამ სიტყვას აი გაირბინა რა იმის გონებაში უბრალოდ და წავიდა რა ერთი ყურიდან შევიდა მეორე ყურიდან გამოვიდა ანუ აი ეს არის ზუსტად ის რომ გზაზე დავარდა გზაზე რომელიც არის გატკეპნილი რომელიც არ არის ნიადაგი ჩვენ შემთხვევაში ეგ ასფალტია დაგდებული და დათესეთ ასფალტზე რაც გინდა და თუ ამოვა ნახოთ ერთი რა და აი ესეთი ასფალტი ვართ ხშირ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვისმენთ სასუფეველი სიტყვას და ქარსაც კი შეუძლია რომ გადაფანტოს ის ჩვენგან რა და ნებისმიერ ფრინველს შეუძლია მოვიდეს და ააკენკოს და აგვიკენკოს ის ჩვენი გულიდან და ჩვენი სულიდან ხო ეს არის ყველაზე ზედაპირული ადამიანების ტიპი რომლებსაც სიღრმე საერთოდ არ გააჩნია ცხოვრებაში და რომელთა მიზანი და რომელთა ცხოვრების არსი მდგომარეობს იმაში და დღეს სამწუხაროდ ძალიან მომრავლდნენ ესეთები და მე აი გაოგნებული ვარ და შეშფოთებული ძალიან ამითი რომ ცხოვრების არსი მათი მდგომარეობს იმაში როგორ გაერთონ და როგორ გაატარონ დრო ну აი ეს არის რაღაც საშინელება აბსოლუტურად სულ ერთია მათთვის ყველანაირი სიღრმისეული სიტყვა რაიმე სასუფეველი მათ აბსოლუტურად არ აინტერესებს რაიმე ისეთი რასაც ძალისხმევა ჭირდება იმდენ ძალისხმევასაც კი არ იჩენენ რომ გულამდე ჩაუშვა სიტყვა წარმოგიდგენია არ გულისხმაყოფენო რა ეხლა მეორე ვარიანტი რომელი გი კლდოვანსა ზედა დაეთესა ესე არის რომელმან სიტყვა იგი ისმინის და მეხსეულად სიხარულით მიიღის იგი ხოლო ძირი არა აქვს გულსა თვისა არამედ საწუთო არ და რაჟამს არ მჭირი ანუ დევნაი სიტყვისა მისთვის მეხსეულად დაბრკოლდის იგი უყურეთ მეორე შემთხვევა როგორია მეორე შემთხვევაში პატარა ნიადაგი არსებობს სადაც ის უცებ ფესვები გამოაქვს და უცებ აღმოცენდება ანუ ეს არიანო ტიპიო ადამიანებისაო რომლებიცო დიდი სიხარული და ენთუზიაზმით იღებენო ღვთის სიტყვასო ანუ უხარიათ გულწრფელად უხარიათ მათ სიხარულით შეიწყნარებენ ღვთის სიტყვას ჭეშმარიტების შესახებ მაგრამ უყურე რა ხდება მერეო იმის გამო რომ ძირი არა აქვს სიღრმე არა აქვს ესენი ზედაპირული ადამიანები არიან გესმით არ არის მათი ცხოვრება სიღრმისეული მათ არა აქვს შინაგანი მზადყოფნა იმისათვის რომ გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს და აი მე მისაუბრია ბევრჯერ თქვენთან ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ სურვილი სხვადასხვა სიძლიერის არსებობს და ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის ეკლესიური ადამიანების უმრავლესობა თავს იტყუებს იმით რომ გონიათ რომ მათ უნდათ ქრისტიანული ცხოვრება იმიტომ რომ გარკვეულწილად და გარკვეულ დონეზე მათ მართლაც უნდათ მაგრამ ეს სურვილი არ არის იმ სათანადო სიძლიერის რომ ამ სურვილმა უარი ათქმევინოთ მათ რაღაცაზე ანუ მე ხშირად მისაუბრია ხო ჩვენ ცხოვრებაში რაღაცაში რაღაცას ყოველთვის ვიხდით ან სულიერი უნდა აირჩიო და მასში უნდა გადაიხადო შენ ხორციელი ან ხორციელი უნდა აირჩიო და მასში უნდა გადაიხადო სულიერი სხვა ალტერნატივა ჩვენ არ აქვს და აი ვისთვის რამდენად რა არის ღირებული იმას თამოობს ანუ იხდის
სულიერი ადამიანი იხდის ხორციელს და თმობს ადვილად, ხორციელი ადამიანი ადვილად თმობს სულიერს და იხდის ხორციელს. ანუ აი ეს მეორეც და მესამე ტიპის, ანუ პირველი ნუ იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, იმას საერთოდ არ საინტერესებს, იმან არც იცის სული თუ გააჩნია საერთოდ რა. ოღონდ გაართე, კარგად აჭამე, ასვი და ნუ მეტი არაფერი არ ინტერესებს რა. ანუ აქ არის ლაპარაკი უკვე აი ესეთ ადამიანებზე, რომლებშიც რაღაცა გარკვეული ტიპის ბრძოლები შეინიშნება რა. რომ რაღაცა არჩევანის წინაშე დგანან, რა აირჩიონ. მაგრამ უყურეთ რა შეასაქმე, რომ უფალი საუბრობს, რომ არ სამწუხაროდ ბევრია ესეთი ადამიანები და იმიტომაც უსვამს ხალს უფალი. აი მეორეს და მესამე ტიპზეც, რომელსაც ახლა განვიხილოთ ცოტა ხანში, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ ყოფნით სათანადო სურვილი და მისწრაფება, მოწრაფება, როგორც ამ ძველ ქართულად იოანე ოქროპირი გეუბნება და ძველ ქართულად ესეა ნათარგმნი საოცარი სიტყვით, ხო აი ეს მეცადინეობა, ეს სურვილი გზნებარი არ ყოფნით იმისათვის, რომ დათმონ ის ხორციელი. არ უღირთ იმ ხორციელის დათმობა. არა და ხვდებიან, რომ რამე რო იყოს ეს კაი რამეა, ეს სულიერი, მაგრამ ის ხორციელის ჯაბრის მათში და ის ურჩევნია და ამიტომ ამბობს უფალი, რომ მათი სული უძლურია, სუსტები არიან ძალიან სულიერად და არ ყოფნით სულიერი ძალები საიმისოთ, რომ ის რაც უცებ დიდი სიხარული და ენთუზიაზმით შეიწყნარეს, რომ დაიცვან და გაუფრთხილდნენ მას და მისთვის რაღაცა 8 წელი გაიღო. აი ამას ეძახის უფალი, რომ ძირი არა აქვსო მასო, რომ სიღრმეში წავიდეს და იქიდან მიიღოს ის საკვებინი მთიერებები, ის წყალი და საკვებინი და ამიტომაც რომ ზერო ამოვიდაო და აწხუნაო და გახმაო. იმიტომ რომ არ იყო მყარად მიმული სიცოცხლის ხეზე. და ადვილად დათმო მანის, ხედავთ? ზუსტად იმის გამო, რომ მასში არ იყო ეს სურვილი იმდენად ძლიერი, რამდენადაც უნდა ყოფილიყო. ხოლო რომელი იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არც, რომელმან სიტყვა იგი ისმინის და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცდურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყვა იგი და უნაყოფო იქმნის. ხედავთ, ანუ ეს ცოტა უფრო უკეთესი ვარიანტია კიდე მეორესთან შედარებით, ანუ ისმენსო ეს ადამიანიო და რაღაც გარკვეულ ეტაპამდე თავისი ცხოვრებისა თითქოს მიდის კიდევაც ამ მიმართულებით რა. ანუ ხედავთ, აღმოცენდება კიდევაც, გაიზრდება თითქოს ეს ხე მასში. აი მე რა მინდა იცი, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა აი გავიაზროთ ჩვენი თავი, რომელ ვარიანტს ვერ გებით რა, ისე რომ თავი არ მოვატყუოთ, ხო ისე. გულწრფელ სარკეში ჩავიხედოთ ჩვენი საკუთარი სულისა, ხო? და მე რა ხდება, უყურე ნაყოფი ვერ გამოაქვს, ანუ კულმინაციამდე ვერ მიდის. კულმინაცია სწორედ ნაყოფია, ნაყოფით უნდა შეგიცნოს უფალმა შენ, ხო? ნაყოფამდე თუ ვერ მიხვედი, სუწყალში გეყრება მანამდელი მთელი შრომა. ნაყოფი ის არის სწორედ, როდესაც უკვე სასუფეველში დავიმკვიდრებ ჩვენ. ანუ როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებას დაასრულებს სწორი არჩევანით, განამხოლოდ რაღაც მომენტში აირჩევს, არამედ დაასრულებს ამ არჩევანით. ანუ ბოლომდე სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე უერთგულებს შეშვარიტებას. ბოლო მომენტშიც თუ დაგაბკოლა, ამიტომაც არის რომ სიკვდილის წინ ყველაზე დიდი ბრძოლა აქვს ადამიანს. აი იმ დროს თუ გაიმარჯვა ეშმაკმა და უარი გათქმევინა და დაგაგმობინა უფალი, ჩათვალე რომ მთელი შენი მანამდელი შრომა ყველაფერი წყალში გეყრება. ანუ ის ნაყოფი ვერ გამოგავს. აი ამაზეა ლაპარაკი. ანუ ადამიანი, რომელსაც არ ყოფნის მოთმინება და სურვილი ძლიერი საიმისოდ, რომ ბოლომდე მიიყვანოს მის მიერ სულიერად დაწყებული საქმე. და რას ამბობს უფალი ნახეს, საცდურმან ამის სოფლისამან და ვერცხლის მოყვარებისამანო შეაშთვისო ისო, შეაშთვისო. საცდური ამას სოფლისა იგივეა, რაც წინა შემთხვევას განიხილავდა, ხო უფალი? გინდა მზის მწყურვარება დაარქვი ამას, გინდა ამ სოფლისეული საცდური დაარქვი. და რატომღაც განსაკუთრებულად გამოყოფს ვერცხლის მოყვარეობას, ხო? საცდურმან სიმდიდრისამანო. ადამიანში ჩადებულია სურვილი სიმდიდრისა. ღვთისაგან, მე მინდა გითხრათ თქვენ.
ოღონდ ეშმაკი ურევს გზაკვალს ადამიანს და იმის მაგევრად რომ ადამიანი სულიერ სიმდიდრეს ესწრაფოდეს, ადამიანი ესწრაფვის ხორციელ სიმდიდრეს. ანუ აქაც იგივე ხდება, ხედავთ? ანუ აი, როდესაც ის მთავარი ორიენტირია აღებული, არეული, როცა ადამიანი სულიერი ვერ არის და არის ხორციელი, შესაბამისად იმ გამდიდრებასაც ხორციელად ფიქრობს და ზრუნავს და არასულიერად. იგივე ითქმის თავისუფლებაზეც. თუ ადამიანი სულიერია, მას სულიერად წარმოუდგენია ის თავისუფლება და თავისი თავისუფლება ცოდვებისაგან განთავისუფლებაში ესახება. და თუ კი ადამიანი ხორციელია, მაშინ მისთვის პირიქით ვნებების თავისუფლება, იმიტომ რომ ხორცი რასაც თხოვს, აი ეს გონია მას თავისუფლება. აი ხედავთ რა მხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებისეულ არჩევანს. ადამიანის პრინციპებს, მის მისწრაფებებს, რომ რა სურს მას ცხოვრებისეულად. რისკენ მიისწრაფვის იგი. აი ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ჩემო ძვირფასებო. იმისათვის რომ ნაყოფი გამოიღოს ჩვენში აი ამ სიტყვამ უფლის ამამ და სიკეთემ და მოდი აი გადავიდეთ ახლა საუკეთესო ვარიანტზე, რომლისგანაც მე მგონი ჩვენ ყველანი შორსა ვართ. თუმცა უნდა ვისწრაფოდეთ. ხოლო რომელი კი ქვეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არის, რომელმან სიტყვა იგი ისმინა და გულისხმახო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და გამოიღო ნაყოფი, რომელმან მე 100, რომელმან მე 320 და რომელმან მე 30. ეხლა უყურეთ. მოდი გავამახვილოთ ამაზე ყურადღება. უყურეთ, ვიღაცა 100 გამოიღებსო ნაყოფსო, ვიღაცა 60-ო, ვიღაცა 30-ო. ეს მნიშვნელოვანი მომენტია ძალიან, ისევე როგორც იგავში ტალანტების შესახებ. ხო, ანუ იქ ერთს 5 მისცა, მეორეს 3 მისცა, 2 მისცა უკაცრავად, მესამეს 1 მისცა, ხო? გახსოვთ. მაგრამ ერთნაირად აქებს იმასაც, რომელსაც 5 მისცა და იმასაც, რომელსაც 2 მისცა. ანუ ერთნაირ საზღაურს აძლევს უფალი. მოდი რატო ვიკითხოთ, ხო? ამ შემთხვევაშიც უყურე, ერთნაირად აქებს იმას, რომელმაც 100 გამოიღო, იმას, რომელმაც 60 გამოიღო და იმას, რომელმაც 30 გამოიღო. უყურეთ რატო? ნიჭები და შესაძლებლობები სხვადასხვანაირად და სხვადასხვა დოზით აქვს ადამიანებზე მიცემული უფალს. ვიღაცას ბევრი ნიჭი აქვს, მაგალითად, ვიღაცა მუსიკის ნიჭიც აქვს, ხატვის ნიჭიც აქვს, თქვა, პოეზიის ნიჭიც აქვს, არქიტექტურის ნიჭიც აქვს, ასე შემდეგ, თქვა. ვიღაცა შეიძლება ერთი ნიჭი აქვს. ვიღაცა შეიძლება 2. სულ ნიჭო ადამიანი არ არსებობს დაიმახსოვრეთ. უბრალოდ შეიძლება ადამიანები ვერ მიხვდეს რაში აქვს თავისი ნიჭი რა და თავის დროზე მშობლები ვერ მიხვდნენ და ვერ მისცეს სწორი მიმართულება, თორე უნიჭო ადამიანი არ არსებობს. ყველას რაღაცის ნიჭი აქვს ღვთისაგან მიმადლებული. ღმერთი არის სამართლიანი. ღმერთი არასოდეს არ მოგკითხავს იმას, რაც არ გაგაჩნია და რაც არ მოგცა თვითონ. მაგრამ უყურეთ როგორი რამეა, რაც მოგცა, იმის მაქსიმუმს გთხოვს. თუ შენ ერთი ტალანტი მოგცა, მოგთხოვს 2-ს. თუ 2 მოგცა, მოგთხოვს 4-ს. თუ 5 მოგცა, მოგთხოვს 10-ს. ანუ გთხოვს შენი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შენ თუ არ ხარ მაქსიმალისტი სულიერ ცხოვრებაში, ესე იგი შენ ჯანსაღად არ გაგიკეთებია შენი არჩევანი. და აუცილებლად ან მეორე კატეგორიაში მოხვდები, ან მესამე კატეგორიაში. და ის ეკლები და ის ამასოფლის აცნური აუცილებლად მოგერევა. თუ კი შენ მთელი არსებით არ წყურია უფალი. და თუ კი შენ მთელი არსებით წყურია ღმერთი და ჭეშმარიტება, ესეთ შემთხვევაში აუცილებლად მიხვალ შენ ამ ჭეშმარიტებამდე. და აუცილებლად გამოიღებ ნაყოფს შენს მიმართ უფლის მიერ მოცემული შესაძლებლობების მიხედვით, ანუ რაც მოგეცა, იმის მაქსიმუმს. ხვდებით ხო? ანუ თუ მოგცა უფალმა 15, გამოიღებ 30-ს. თუ მოგცა 30, გამოიღებ 60-ს, თუ მოგცა 50, გამოიღებ 100-ს. აუცილებლად. და სწორედ შენს მიერ გამოღებული ნაყოფი
იქნება დასტური იმისა, რამდენად შეიყვარა შენ ჭეშმარიტება და რამდენად უერთგულე უფალს. რამდენად ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდი შენ ღვთის სიტყვისათვის. ნაყოფით შეფასდები ღვთის წინაშე. აი კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ამ იგავის მიხედვით ეს უნივერსალური იგავია, რომელიც ყოველ ეპოქაში ერგება ყველანაირი ტიპის ადამიანს. უბრალოდ ადამიანმა თავისთავად უნდა იპოვო. შენ რომელი კატეგორია ხარ? შენ ვინ ხარ? და აი როცა იპოვი, იმის და მიხედვით უნდა უკვე დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე აქამდე იყავი. იმიტომ რომ უნდა გაახსოვდეს, რომ პირველი სამი კატეგორია ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. ვერ დაიმკვიდრებს. უფალთან მოხდებოდა სასუფეველს დაიმკვიდრებს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მოხდებიან მეოთხე კატეგორიაში. ანუ რომლებიც იქნებიან ის ნოყიერი ნიადაგი, რომელზეც დაეთესა გულის ხმა ჰყო, შეიყვარა, უერთგულა, ბოლომდე იღვაწა, იბრძოლა და გამოიღო შესაბამისი ნაყოფი მერე შესაბამის დროს. მხოლოდ და მხოლოდ ესეთი ადამიანები და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ხალხო, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ადამიანის სრულყოფილება უდიდეს ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. თითოეული ჩვენთაგანისათვის სასუფეველი ღვთისა იგი იძულებს. თუ ადამიანმა არ შეიყვარა საკუთარი თავის იძულება, თუ ადამიანმა არ შეიყვარა შრომა, ოფლის ღრა, ტკივილი, ისე ვერ ცხონდება. თუ გნებავთ განსაცდელიც. და თუ არ გაიაზრა, რომ ნებისმიერი განსაცდელი, რომელიც მას ეშვება, ღვთისაგან არის მისთვის უდიდესი წყალობა. მისივე ცხონებისათვის. მისივე გადარჩენისათვის და სრულყოფისათვის. ხა აღარ ვიცი 10 წუთი დაგვჭა ჩვენ და შემდეგი იგავი იწყება და ნახოთ დავიწყო თუ აღარ დავიწყო არ ვიცი. მეგონი ჯობია რომ გავჩერდეთ არა? კი. ჯობია რომ გავჩერდეთ და მე უკვე ზუსტად ის რაოდენობა რჩება რომ შემდეგ საუბარზე დავასრულებთ უკვე მე-13 თავს. კარგით. დღესა გავჩერდეთ მოკლედ. და ეს იგავი ვეცადოთ რომ გავიაზროთ ბოლომდე. გვახსოვდეს რომ ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრებისათვის ხდება და თითოეული სიტყვა, აი თითოეული წუთი და წამი, რომელსაც თქვენ აკლებთ რაღაცა თქვენ ცხოვრებას, თქვენს რაღაცა ყოფით ცხოვრებას და მოდიხართ აქ, იცოდეთ რომ თქვენი სულის ხსნას უნდა მოიმსახუროს და თქვენს გაზრდას უფალში და თქვენს სულიერ წარმატებას და აი ესე მიუდექით ყოველთვის ჩვენ საუბრებს. მადლობა ყველას მოგზაურობისთვის.